ამ თემას არ მინდოდა შევხედავდი, მაგრამ ვფიქრობ საჭიროა, რაც შეიძლება მეტმა ვისაუბროთ. სექსუალური განათლების მიღება ისევე აუცილებელია სკოლებში, როგორც გზაზე მოძრაობის წესები, სტრესის კონტროლი, დამოკიდებულებებთან ბრძოლა და 1000 სხვა ყოფითი ცხოვრებისეული და საჭირო საკითხები, ვიდრე რაღაც რუტინული, მოძველებული, არაფრის მომცემი საგნები და თემები, რომლებიც უკვე აშკარაა, რომ დიდად ვერაფერს გვაძლევს. მე არ ვამბობ, რომ ზოგადი განათლება ცუდია, მაგრამ ის, რაც ჩვენ სკოლებში ისწავლება, აშკარად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვები სრულფასოვან და შემდგარ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. პირველ რიგში აქვე გამომარტავ, რომ სექსუალური განათლება არ არის ის, რაც იფიქრეთ ახლა ზოგიერთმა დეგრადიულმა, რომელსაც ასაკთან ერთად მხოლოდ წონა და სიმაღლე მოემატა და სექსი ჯერ კიდევ ხიხია გონია და საჭირო მხოლოდ გამრავლებისთვის. ადამიანმა რომ საკუთარი სხეულის აგებულება უნდა იცოდეს თავის დაცვა დაავადებებისგან და არასასურველი ორსულობებისგან, ჰიგიენა და სხვა მნიშვნელოვანი წვრილმანი, რომელიც სინამდვილეში მსხვილმანია, ამას ნიშნავს სექსუალური განათლება. ასევე ვფიქრობ, აუცილებელია ბავშვებს ძალიან პატარა ასაკშივე ასწავლიდნენ გზაზე მოძრაობის წესებს, მანამ სანამ 18 წლის არ გახდება და მართვის მოწყობის თეორიას არ ისწავლის, ზოგიერთი საერთოდ არ იღებს მართვის მოწყობას და სწორედ ამიტომ გვაქვს ამდენი სავალალო შედეგი. მოძრაობის წესებში, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ მწვანის და წითლის გარჩევას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია, ასევე ველოსიპედის მძღოლებისთვის, რომელიც არ სად ისწავლება ასე ოფიციალურად, სადმე ყურს თუ მოკრავენ და ეგ არის სულ. უნდა ისწავლებოდეს ასევე სტრესთან გამკლავების და ემოციების მართვის, მოქალაქეობრივი უფლებების და მოვალეობების შემსწავლელი საგნები, ფულთან ურთიერთობაც უნდა ისწავლებოდეს და დოკუმენტებთანაც. ოღონდ ისე არა, რუტინულად, ჩვენ რომ გვჩვევია. უნდა იყოს მეტი პრაქტიკა, როლური თამაშები, ჩართულობა და აქტივობები. ასევე მეტი დრო უნდა ეთმობოდეს ბავშვებთან საუბარს ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, მოსაწევზე, აზარტულ თამაშებზე და სხვა ძალიან ბევრ დამანგრეველ და გამანადგურებელ საკითხებთან დაკავშირებით. რავი, მგონი, ვინც თვალში იყურება და ყურში იყურება, ალბათ ყველა უნდა ხედავდეს, რომ ამ დამსტრესავმა, არაფრის მომცემმა და რუტინულმა ერთფეროვანმა სისტემამ უკან თუ წაიყვანა ქვეყანა და არანაირად წინ. და უკვე აშკარაა, რომ რაღაც შესაძლებელია. სხვა შემთხვევაში თქვენი ბიჭები ისევ ბირჟებზე დაიწყებენ დამახინჯებული და არასწორი ინფორმაციების მოძიებას ინტიმურ საკითხებთან დაკავშირებით, გოგოებს კიდევ მანამ არ ეცოდინებათ მენსტრუალური ციკლის შესახებ, სანამ თვითონ არ დაეწყებათ. და მთავარი პრობლემა ზუსტად მანდ არის, რომ ასეთი საკითხები ჯერ კიდევ ტაბუდადებულია, ჯერ კიდევ სირცხვილად მიიჩნევა ასეთ თემებზე საუბრები მშობლებსა და შვილებს შორისაც კი ოჯახში, არათუ სკოლაში. ეგ კი არა, ფსიქოლოგები რო საუბრობენ ხოლმე, კომენტარებში მტკივა ჩვენი სოციუმის ასეთი სიბნელე და წარმომიდგენია ახლა ამ ვიდეოს კომენტარებშიც რა სიბრძნეებს დაყრით ზოგიერთები. არადა თქვენთვისაც რომ მოეცათ სკოლიდანვე ასეთ ყოფით საკითხებზე შესაბამისი განათლება, შეიძლება დღეს არ გყოლოდა ამდენი გონება დახშული ჩემს და უფრო წინა თაობებში, არ გყოლოდა ამდენი საგზაო შემთხვევებით და თვითმკვლელობით გარდაცვლილი მოზარდები, ამდენი არასასურველი ორსულობები და აბორტები თინეიჯერებში, ამდენი ნარკოდამოკიდებული, მოთამაშე და შესაბამისად დანგრეული ოჯახები. შეიძლება ბევრად წინწასული ერი ყოფილიყავით, მით უმეტეს რომ ღმერთმა უხვად დაგვაბერტყა მრავალმხრივი ნიჭი, სხარტი გონება, აზროვნების უნარი და ზოგადად ენით აუწერელი რესურსი, რომელიც ხოთაშორის უნიკალურია და ყველა ერი ვერ დაიგვეხნის. მაგრამ ხელოვნურად დაგვაკონსერვეს, დაგვახშეს იმისთვის, რომ ავპეტელდეთ, როცა მათ მოუნდებათ და გაგვდენონ, სადაც მოუნდებათ. სწორედ მცირედი დეტალებით და ადრეული ასაკიდან ჩაეყარა საფუძველი ასეთ სავალალო მდგომარეობას, შესაბამისად, ნუ გგონიათ, რომ რამეს ვაზვიადებ პირიქით, მშობლებო, ნუ გეგონებათ, რომ თქვენი შვილების კეთილდღეობაზე ვინმე ზევით იფიქრებს პირიქით, თუ თქვენ არ გაიღვიძებთ, სანამ ესე ფულებს და ფურცლებს აფრიალებთ თქვენი საყვარელი პედაგოგების დაბადების და ყველა კბილის ამოსვლის საიუბილეო თარიღზე, მანამ ისინი თქვენი შვილების ფულით საკუთარ შთამომავლობას ისეთ განათლებას აძლევენ, რომ შემდეგი ალბათ 8 და 14 თაობა სრულად უზრუნველყოფილი ეყოლებათ. აქვე სანამ დამიწერთ, გიპასუხებთ, რომ მე სულ პროტესტანტი ვიყავი უსამართლობის წინააღმდეგ, როგორც სიტყვით, ასევე საქმით. ასე რომ ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ აქიდან გმოძღვრავთ და ვარ დიდგულზე, მანდაც სწორედ ასე ვიყავი და მგონი, იმიტომაც ვარ ახლა აქ.
დამღალ ამდენმა ბრძოლამ, ამდენ უვიძთან და ხეპრესთან ჭიდაობამ, დიდკაცთან პატარა კაცობამ. ამიტომ მე და კიდე ვიღაც ორი კაცი ვერას გავხდებით, აუცილებელია ერთობა და მასის გამოღვიძება. იმიტომ რომ სანამ უმრავლესობა ამ განათლების სისტემას ტარს უკრავთ და რაღაც აშმორებული ნიშნების გულისთვის დააბიხართ კალგოტკებით და ბამბანერკებით პედაგოგებთან, აი მანამ გაგრძელდება თქვენი შვილების თავების ამოტენვა მხოლოდ შუშანიკის წამებით და სამკუთხედის კუთხეების შეჯამებით. PS არაფერს ვერჩი შუშანიკს, არც მათემატიკურ ფორმულებს, რა თქმა უნდა აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ 19 გაკვეთილი რომ ეთმობა რაღაც ერთ ნაწარმოებს, შეგვიძლია 18-ში დავასრულოთ და ერთი დავუთმოთ იმ ყოფით აუცილებელ და ცხოვრებისეულ საკითხებს, რომლის გარეშეც ბავშვები ფაქტიურად ვერ ცხოვრობენ. ამის თვალნათლივი შედეგები უკვე სახეზე გვაქვს. შობას გილოცავთ. შეგვეწიოს ამ დღის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მომავალ თაობას, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ნორმალურ, განვითარებულ და ცივილიზებულ ქვეყანაში ცხოვრებას.